თავი მეგონა სულ უცნაური, იმიტომ რომ ანუ რა იცი, რაღაც ჩემი აზრი ხომ აქვს და ამ ჩემ აზრზე ისევ მე მაქვს არგუმენტები ხალხო და ეს არის საშინელება ხანდახან, სიმართლეს იძახიან ხალხო, რომ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო კარგად გძინავს, ანუ რაღაც საკითხებში მართლა ეგრეა, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი, გამუდმებით ანალიზი, ან კრიტიკული აზროვნება, რომ შენივე კითხვაზე ცდილობ გაიგო, საიდანაა ეს კითხვა კი რა, საიდანაა ეს პასუხი, როგორ წამოვიდა ეს პასუხი, რაღაც შენივე პასუხზე რო გიჩნდება კითხვები ისევ შენ, არის ძალიან ძნელია, იმიტომ რომ სად ახლა დიალოგი რო სხვას ესაუბრები ამაზე, სად მართლა მარტო შენ თავში და შენ ტვინში განიხილავ ამას. ამიტომაც ხალხო, ხანდახან მართლა ვეღარ ხვდებოდი რომელი იყო ჩემი აზრი და რა ჩემი აზრი. აზრი უნდა იყოს სუბიექტური ხალხო, ხდებით? ან ობიექტური აზრი არის სუბიექტების აზრი, რომელიც არის ერთნაირი, ასე ვთქვათ. ხდებით? ან და სუბიექტური აზრი იმისთვის არის, რომ არ ასავალებდო რომ ყველას მოეწონოს. ამ შეიძლება შეგეცვალოს აზრი, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ხდებით? ან ნორმალური და პირიქით კარგია რომ შეგეცლება აზრი რაღაცის მიმართ. ანუ ფიქრობ ამაზე, ხდებით? ანუ არა ეგრე რომ ვფიქრობ ასე და всё. უბრალოდ ხანდახან უნდა გაიგოთ, რომ იმ მომენტში თუ ეგეთი აზრი გქონდა, ეგეთი აზრი გქონდა. მე ძალიან მიყვარს მართლა ანალიზი ჩემი თავის რა და ჩემი პასუხების, ჩემი კითხვების და მეთქი ასე და ასე, მაგრამ ხანდახან ძალიან დამკლელია, ხანდახან იმენა ასე ვარ.